გიორგი გახარიაზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ ოცნება მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. Ამ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედია საშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია იმედი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. კოჭელ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვს აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან. თუმცა დე-ფაქტო პრემიერისა და სხვა დე-ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობასა და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ. ამიტომ სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით. კანონს მიქვა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, ცდილობს გადარჩენას, თუმცა რეჟიმის მარცხი იქნება გარდაუვალე. ბოლოს გვინდა ხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ რეჟიმის სინდისის პატიმრებს და მალე გათავისუფლება უსურვოთ მათ, ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად.